რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა. დიდი მადლობა ყველას. მე მგონი ძალიან საინტერესო პროცესში ვართ ყველა ჩართული. ყოველდღე ვიმეორებ და დღესაც მინდა გავიმეორო ის პრინციპები, რაზეც ვართ შეთანხმებული, რომ ამ შეულებების დროს და რამაც მე ვფიქრობ გაამართლა ამ ტაქტიკამ და მინდა რომ ამ ტაქტიკას მივყვეთ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია რომ არანაირ კონფლიქტში არ შევდივართ არც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან, არც მოქალაქეებთან, არც მანქანები რო შეხვდება და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი მსვლელობა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და ამას ყოველთვის ხაზს ვუძებ და ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა ამავდროულად ჩვენი. მეორე საკითხი, როდესაც მივდივარ ცოლობის დროს ხდება ბარიერები, ხელოვნური და უკანონო და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ არ შევიდეთ კონფრონტაციაში და ვცვლით ხოლმე სხვა მიმართულებით მივდივართ რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთი ის რომ დიდხან შეჩერებით ქმნიან რისკს კონფრონტაციის და მეორე ცოტა დიდხან გაჩერება უკვე აღარ არის დემონსტრაცია და აღიქმება როგორც ბლოკირება და ამას შეიძლება მოყოს ადამიანების დაჯარიმება და უფრო მეტიც მასწავლებლობა. ამიტომაც არის რომ ძალიან ბადაზე დიდხან არ ჩერდებით ხოლმე და სულ მოძრაობაში ვარ და ეს არის თავარი. ამიტომ მესმის ზოგ ადამიანებს აქვს სურვილი რომ დარჩეს, მე ვერავის ვერ აუგზავნავ ამას, დარჩეს თვითონ გადაწყვიტონ, უბრალოდ მინდა კარგად გესმოდეს ეს რისკები და ამიტომაც მინდა კიდე გავაკეთო განმარტება რომ ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენი უპირატესობა არის ზუსტად მობილობაში. ჩვენ ძალიან მინიმალურად ვახდენთ ძების შეფერხებას, სწრაფად მოძრაობს, სწრაფად გადავაადგილდებით, ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და ჩვენი ქმედებები ამ უსამართლო კანონების ფარგლებში იჯდება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ უნდა მივცეთ და ამ პროცესს მეგობრებო შეიძლება შეამჩნიეთ რომ ხალხის რაოდენობაც გაზარდა, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს უნდა გარისკოს და გააკეთოს რაღაცა, მაგრამ მე ამისკენ ვერავის ვერ მოუწოდებ. მაგრამ უსაფრთხოების საკითხებად რაღაცა ტიპის ნდობა დააბრუნა და ხალხი დააბრუნა ამ პროცესში რა. ამიტომ მე ამ საკითხს ესე უყურებ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ დროის განმავლობაში შევეცადეთ და ფაქტობრივად ადამიანები არ დაუკავებიათ და ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ, შევდივართ ყველა კუთხეში, ყველა ჩიხში და ჩვენ საქმეს ვამბობთ ხმამაღლა შეგვაქვს ისეთ ადგილებში, სადაც ეს ხმა მანამდე არ ისმოდა. პატარ-პატარა ქუჩებში ეს ხმები ნაკლებად ისმოდა, მეგობრებო, ალბათ დამერწმუნდები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ცოტა ხანში დავიძებით ერთ-ერთი მიმართულებით. მანამდე რამოდენიმე ინფორმაცია მინდა კიდე მოგაწოდოთ. 19 ნოემბერს არის დაგეგმილი აქცია ჩვენი სიდისის პატიმარი ათედევიძე უკვე ზუსტად შარშან მაგ დროს დააკავეს და მსვლელობა იქნება უნივერსიტეტიდან 7 საათზე, ამიტომ 19-ში რომ მოინიშნოთ ეს თარიღი მოგიწოდებთ და ასევე ყველას გახსოვდეს რომ 28-ში ძალიან ბევრი უნდა შევიკრიბოთ და მანამდე ეს მარშები გამოვიყენოთ ჩვენ ამ ხალხის კიდევ უფრო მობილიზებისთვის, რომ ეს პატარ-პატარა შენაკადები უფრო დიდ მდინარედ ვაქციოთ მეგობრებო და მე მგონი ამისკენაც მიყვავს ჩვენ ეს პროტესტი. დიდი მადლობა და ცოტა ხანში გამოვაცხადებთ მარშს.